მოგესალმებით, დიალოგ თქვენთაგან სულმესი მადლობა იმის რომ გამოწერილდით ჩემი არხი, იმისით რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ ვიცით გაგიცნობით მე ვარ კატო. მინდა რომ შეგახსენოთ რომ აქციები ისევ ძალაშია თქვენივე თხოვნით, რომ იყოს უფრო ხელმისაწვდომი თითოეული ადამიანისთვის და გეტყვით რომ სრული დიაგნოსტიკა 50 ლარის ნაცვლად იქნება 50 ლარად, ერთი კონკრეტული საკითხი იქნება 80 ლარის ნაცვლად 40 ლარად და 5 კითხვის რუბრიკა იქნება 20 ლარი. ხშირი კითხვა არის ხომ რომ აი 5 კითხვას რო გისვათ, ვეისებით რამდენად სრული პასუხია. გეტყვით იმას, რომ მაქსიმალურად ვცდილობ თითოეულ თქვენ კითხვაზე გაგცეთ მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი იმისთვის, რომ თქვენ შეძლოთ მიიღოთ ის, რაც გჭირდებათ, ხო, ის ინფორმაცია, რაც თქვენთვის არის მნიშვნელოვანი და საინტერესო. ამიტომ საკმაოდ სრულფასოვან პასუხებს ვიძლევით. კიდე არას პრინციპით არ გპასუხობთ. და რაც შეეხება რიტუალებს, გეტყვით, რომ რიტუალებთან მიმართებაშიც არის ფასდაკლება. კარგი, მოკლედ დავიწყოთ ახლა. მინდა ესეთი გაშლა გავაკეთო პარტნიორზე. რომელიც ეხლა ამ ეტაპზე არ იმყოფება თქვენს ცხოვრებაში, წავიდა თუ გაუშვით თუ როგორც მოხდა, არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ წახვედით ურთიერთობიდან თუ ის წავიდა ურთიერთობიდან და მოდით ვნახოთ რა ხდება მის ცხოვრებაში. რა ხდება წასული პარტნიორის ცხოვრებაში და ნახოთ ჯერ ვინ მოვიდა, როგორი ადამიანი არის, რომ მიხვდეთ თქვენია თუ არა გაშლა. აი, ადამიანი რომელსაც აი ესეთი არეული ადამიანი შეიძლება ითქვას, რომ არც არსებობს, სათავე აქვს, სათფეხებიო რო იტყვიან, ანუ ადამიანი, რომელსაც ვერ გაუგებ ვერანაირად, რა უნდა, სად მიდის, საერთოდ რას ეძებს ცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, რაღაცა ცოტა არ იყოს და რაღაცნაირი ცოტა მატყუარა ადამიანის მდგომარეობასაც ხედავ. თითქოს ადამიანი საკუთარ თავსაც ატყუებს, ოღონდ თვითონაც არ იცის რატო. ძალიან დანგრეულია. ეხა ამ ეტაპზე ეს ადამიანი არის როგორიცით შეიძლება ითქვას წავიდა თუ გაუშვით თუ როგორც არის არ აქვს მნიშვნელობა. ნახეთ, ეხლა ამ ეტაპზე ამ ადამიანის ენერგიებში არის ესეთი მდგომარეობა, რომ საერთოდ რა მინდოდა, რას ვეძებდი. აი ეს მომენტი, ხო? ანუ რაში მჭირდებოდა რაღაცა ვთქვათ ტყუილის მოგონება, ან რაღაცის დამალვა, ან რაღაცის დაფარვა, ან რას ვეძებდი საერთოდ, ხო? თუ ღალატის მომენტი არის, აი რა მინდოდა, რატო ვეძებდი ვიღაცას კიდე იქიდან გავნა, რომ აი თქვათ იყო ძალიან კარგად, ხო? და ნუ რაღაცა აშკარად ამ ადამიანის ცხოვრებაში რო ვთქვა, რომ ხა ძალიან ხეირიანი ენერგიებით ამოდის თქვა, ნამდვილად ვერა. რატო არის ესე, ანუ რას ნანობს? ხო, აი ადამიანი ნანობს იმას, რომ ვერ მოიქცა გონიერად, ვერ შეისწავლა და ვერ მოახერხა ვითარების სწორად გაანალიზება, როგორც ჩანს. ამიტომ ამ ადამიანს რაღაც ცოტა ძალიან ბევრი გაურკვევლობები, დაფარული მდგომარეობები აქვს. იცით რა, შეიძლება რაღაც მომენტში ისეც ვთქვა, რომ ადამიანი იყოს შეიძლება ითქვას ნეგატიური ზემოქმედების ქვეშაც ცით და შესაბამისად მისი რა მინდა და რას ვეძებ იყოს ამ ყველაფრიდან გამომდინარეც, ან მაინდა-მაინც ხა მოდით ნეგატიური კუთხით კიდევ ესე ვთქვათ, მაინდა-მაინც ესე ვთქვათ ჯადოს არ მოვიხსენიებ, მოდით მოვიხსენიოთ ის მომენტი, რომ შეიძლება ეს ადამიანი გონიერად ვერ მოიქცა იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ ჭყალებში
კეთილის სურვილებს დაუჭერა. და შესაბამისად საბოლოო ჯამში აი ეს კეთილის სურვილები ის მდგომარეობას მიხვდა მაშინ, როდესაც უკვე მოახერხა და დაკარგად, ხო? კიდე რა ხდება მის ცხოვრებაში? რა ხდება მის ცხოვრებაში და ძალიან ცდილობს, რომ გამოაჩინოს თავისი ძალა. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ არ ვიცი, ხა ეს ადამიანი აშკარად ცოტა მაგიური ზემოქმედების ქვეშაც არის, როგორც ხედავ, როგორც ისე მოდის ენერგია. მაგრამ ნახეთ, რა ხდება მის ცხოვრებაში. ეს ადამიანი ძალიან ცდილობს იმას, რომ თავი წარმოაჩინოს, რომ ყველაფერი რიგზია, ყველაფერი კარგად არის, რომ მუშაობს, რომ გადართულია თავის ცხოვრებაზე, რომ ყველაფერი ისე მიდის, როგორც უნდა იყოს, ძალიანაც სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუ თვითონ წავიდა, თუ თქვენ გაუშვით, არა უშავს კაცო, მე რა რო გამიშვი, შენით არ თავრდება ცხოვრება, ხო? აი რაღაცნაირად ეს ადამიანი ამ ყველაფერს დემონსტრირებს, რომ იტყვიან, ხო, აი რაღაცნაირად აჩვენებს ამ იმას, რომ აი ყველაფერი მაქვს იდეალურად, ყველაფერი მაქვს კარგად, აი აბსოლუტურად შენ არაფერში არ მჭირდებოდი, მაგრამ შინაგანად არის ძალიან მარტოსული. აი რო იტყვიან ეშმაკს აქვს სული დაპყრობილი, აი ეს მდგომარეობა აქვს. საკუთარ თავთან იბრძვის, საკუთარ თავთან აქვს ძალიან დიდი იმედგაცრუება. აქვს ის მომენტი, რომ არ იცის რა უნდა გააკეთოს. აი თითქოს დაიკარგა ამ ყველაფერში და თან დაიკარგა ერთია და მეორეც რა მომენტია, რომ აი ამ დაკარგვაში ეშინია, თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ აქ ისე დამეჭდა არკანები, რომ ეხა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა ის მომენტი, რა თქმა უნდა, ხა ეს არის საჯარო გაშლა და ყველასთან ვერ იქნება, მაგრამ აი რატომღაც არის ეს მომენტი, რომ აქ უმრავლესობას, მაინც უმცირესობას არა, უმრავლესობასთან არის რაღაცა ნეგატიური ზემოქმედება. ვისთან კონკრეტულად ჩარევით, თქვათ მაგიური ზემოქმედებით, ვისთან მანიპულაციებით, ვისთან რაღაც სიტყვიერი მდგომარეობით, ვისთან რაღაც აი აქ არის ეს იგრძნობა და მის ცხოვრებაში და მის ენერგიებში რა ხდება? ხდება ის, რომ არის გაურკვევლობაში, არის შიში, არის იმედგაცრუებული და საკუთარი თავით არის იმედგაცრუებული უკანს. ანუ პირდაპირ გეტყვით შემოკარგებ ეს ადამიანი, არ ვიცი მე რო იტყვიან ყველაფერი დაკარგული აქვს ამ ადამიანს, აი სულიერი მდგომარეობა, ფიზიკური მდგომარეობა, ფინანსური მდგომარეობა, კი, შეიძლება ცდილობს, შეიძლება იბრძვის, რომ არ დაგანახოთ, არ მოვიდეს თქვენამდე ეს მომენტი, მაგრამ გეტყვით იმას, რომ ამ ადამიანს ფაქტიურად ცეცხლში უწევს გავლა ეხლა რო იტყვია, ხო, აი რაღაცნაირად ძალიან მძიმე მდგომარეობა ისახება. მე არ გამოვიწყავ, რომ აქ ადამიანს შეიძლება სვავდეს კიდევაც ან რაღაცა მავნე ჩვევებთან მდგომარეობასაც კონდეს ადგილი. რა ხდება კიდე მის ცხოვრებაში? რაღაცნაირად იცით რა არის გადაწყვეტილებების მიღება უნდა. გადაწყვეტილებების მიღება, ყველაფრის დასრულება. თითქოს იცით როგორი რაღაც მომენტი არის აი ჯერ კიდევ მაინც ცდილობს, რომ თავი გადაერჩინოს. მაინც აი ნახეთ მიუხედავად იმისა, რომ აი ცეცხლში უწევს, აქ კარმამაც კარგად მოარტყა.
ვიღაცებთან რაღაც მომენტში კარმული მდგომარეობაც თითქოს შემოუტრიალდა რაღაცეები და ნახეთ მიუხედავად იმისა რომ ძალიან მძიმე ტკივნეულ ემოცია გამოცლილ სულიერ დისბალანსის მდგომარეობაში ფიზიკურ ტკივილებში ფინანსურ კრიზისში არის მაინც ცდილობს რომ თავი კარგად დაანახოს ყველას და განსაკუთრებით თქვენთან მიმართებაში რომ თქვენ არ გაგიჩნდეთ რაღაცა კითხვები რომ აი რა გინდოდა ხო რაღაცა სათქმელი არ დაგიტოვოთ ყველანაირად ცდილობს რომ თავი წარმოაჩინოს გამოაჩინოს მაგრამ აქ თითქოს როგორი მომენტია აი რაღაც რისთან მიმართებაში იღებს გადაწყვეტილება რაღაცნაირად გადაწყვეტილების მიღებაც უნდა რასთან მიმართებაში უნდა გადაწყვეტილება რომ გაარღვიოს თავისი ტკივილები აქ ვიღაცა არის ჩარეული მესამე პირი აქ მისი ენერგიები არის მოპარული არის ჩარევა არის პირდაპირ ჩაჭრა თქვენს ურთიერთობაში და ამ ადამიანს აქვს რაღაცნაირად ისეთი განცდა რომ უნდა რომ გაარღვიოს და შეძლოს თითქოს თავიდან დაწყება რაღაცნაირად ყველაფრის თავიდან როგორი მომენტია აი ამ ადამიანს არ ვიცი ნახეთ აქ შეიძლება არ მინდოდა რაღაცნაირად არ მინდა ხოლმე და ვცდილობ რომ ესეთი სიტუაციის არიდება სამკუთხედის და მსგავსების მაგრამ ნახეთ არის ვიღაცა ჩარეული აქ მაინდა-მაინც მოდით არ ვიტყვით რომ ახლა ვერ დავადასტურებ რომ აქ დაოჯახებული ადამიანი არა დაოჯახებული ადამიანის მდგომარეობას უფრო ვერ ხედავ თითქოს აქ უფრო ისეთი მომენტი არის როდესაც შეიძლება ითქვას ადამიანის წარმატება არ უხაროდეს ძალიან ახლობელ ადამიანებს და შესაბამისად აი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ეს ადამიანი დაბლოკონ რაღაც მავნე-ჩვევებთან იყოს დაკავშირებული, ქონდეს რაღაც ტკივილები, ქონდეს ყველაფერი რაღაც ისე აეწყოს რომ სულიერი მდგომარეობა ძალიან მძიმე ქონდეს ხო მე ვერ აი იმდენად მძიმე არკანები ამოდის ჩამოკარგება და იმდენად მტკივნეული მდგომარეობა აქვს ამ ადამიანს რომ არ ვიცი რა გითხრათ იმედი მაქვს ხა ზოგადად ესეთ გაშლას რო უყურებენ ხოლმე აქვთ განცდა რომ აი ძალიანაც კარგი მე რომ ატკინა კარგია დიახაც უნდა ეტკინოს მაგრამ გეტყვით რომ აქ ისეთი მდგომარეობაა მე უკაცრავად აქ ისეთი მდგომარეობაა რომ არ გაგიხარდეთ ნამდვილად აქ ადამიანის ფაქტიურად სიკვდილის სიცხლის მდგომარეობა შეიძლება იყოს იმიტომ რომ რაც არ უნდა ეცადოს რომ თქვენ სწორად დაინახოთ ამ ადამიანის ენერგიები რომ ყველაფერი რიგზე აქვს ამ ადამიანს ფაქტიურად ყველაფერი თავზე აქვს დამხობილი არ ვიცი კონკრეტულად კიდევ რატოა ეს სიტუაცია ეცეთ რა რატოა ეს სიტუაცია და ამ სიტუაციაში ეს ადამიანი ეცეთ რა არის აი ესე ვიტყოდი რომ ამ ადამიანმა ვერ მიიღო სწორი გადაწყვეტილება თავის დროზე ვერ მიიღო სწორი ვერ მისცა სწორი მიმართულება თავის ცხოვრებას ხო აი რაღაცნაირად თითქოს
სულ გაურბოდა, სულ ირიდებდა პასუხისმგებლობებს და აი რაღაცა ცხოვრებამ დაანახა, რომ იცი რა, ვერ იქნები რა სულ გამარჯვებული და ვერ გამოხვალ სულ გამარჯვებული რაღაცა ურთიერთობებიდან, რაღაცა სიტუაციიდან, რაღაცა მდგომარეობიდან, ადრე თუ გვიან მაინც იქნება ის მომენტი, როდესაც შენ საწინააღმდეგოდ მოტრიალდება ყველაფერი, ხო? ის საკუთარი ქმედებებიც კი. კიდე რატო ეს მდგომარეობა? აი კიდევ ერთხელ გეტყვით, ვიღაცა ცდილობს ამ ადამიანის დაბლოკვას, ესე რომ ვთქვათ, ამ ადამიანის განულებას, ამ ადამიანის ცხოვრების წართმევას, ჩაჭრას, რაღაცა, იცით რა მომენტია, მე არ ვიცი, შეიძლება ეს წარსული ურთიერთობაც იყოს, შეიძლება კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ აქ უფრო ისეთი წარსული ურთიერთობა კი არა და უფრო მეტად თითქოს მომდის ის მომენტი, რომ აქ რაღაც მის ოჯახში ხდება მისი ეს ნეგატიური მდგომარეობა თითქოს მისი ოჯახიდან მოდის ეს სიტუაცია, რომ აი დაბლოკილი იყოს ვიღაცა ახლობლო, აი ესე ვიტყოდი რა, ანუ არ ვიცი ხა ვისთვის დეიდაშვილია, ვისთვის მამიდაშვილია, ვისთვის ბიძაშვილია თუ ვინ არის, ნუ ყოველ შემთხვევაში საჯაროა გაშლით მეგობრობა და ცოტა რთულია, ხო, ეს ყველასთან რომ ერთნაირად რეზონირდეს, მაგრამ რასაც მე უყურებ, აქ ეს ამ ადამიანზე ხორციელდება ძალიან დიდი ზეწოლა, განხორციელდა მაგიური ზემოქმედებაც, ხორციელდება ესე ვთქვათ მორალური დაცემაც და საკმაოდ მძიმე და მტკივნეულ მდგომარეობაში იმყოფება, იმიტომ რომ სწორი მიმართულება ვერ მისცა, ვერ შეძლო თავი დაეღწია აი ამ ყველაფრიდან და ნუ ეს რაღაცა ვერ მოახერხა ამ ყველაფრიდან გამოძრომა, ესე რომ ვთქვათ. მოკლედ ეს სიტუაცია ხდება ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც ეხლა ამ ეტაპზე თქვენთან არ იმყოფება. იმედია გამოძრება ყველაფრიდან. მე თქვენ ბედნიერებას გისურვებთ და თითოეულ თქვენთაგანს წარმატებას.